დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი და ზოგადად ეს თემა ბევრი მიმართულებით იქნება საინტერესო, არა მხოლოდ პოლიტიკით დაინტერესებული აუდიტორიისთვის, არამედ იმ პოლიტიკოსებისთვისაც, ვინც ახლა ფიქრობენ, რომ ჩიხში არიან შესულები და გამოსავალი არ არსებობს. მე არ ვიცი, უყურებენ თუ არა პოლიტიკოსები ჩემ ვიდეოებს, მაგრამ მაინც. მას შემდეგ, რაც 2024 წელს დონალდ ტრამპმა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა, დემოკრატების ზოგადი პოლიტიკური პოზიციები შესუსტდა. ზოგადად დიდი ქალაქების გამოგლეჯვის რეალისტური მოლოდინი არ არსებობს. თუმცა პოლიტიკა ისეთი ცოცხალი პროცესია, რომ ზოგჯერ სადაც და ვისგანაც ყველაზე მეტად არ ელოდები, ის მოახდენ სენსაციას. ეს სენსაცია კი ზოჰრან მამდანი გახდა. უგანდაში დაბადებული სოციალისტი მუსლიმი გახდა იმ ქალაქის მერი, სადაც ებრაელების ყველაზე დიდი დიასპორაა მთელ მსოფლიოში. და სხვათა შორის ებრაელების მესამედმა მას მისცა ხმა, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელს ხშირად აკრიტიკებდა. მამდანის სენსაციას რამდენჯერმე შეესაბამება სიტყვა ყველაზე. მაგალითად, ის გახდა ნიუ-იორკის ყველაზე ახალგაზრდა მერი, სულ რაღაც 34 წლის არის, 1969 წლის არჩევნების შემდეგ საარჩევნო უბნებზე იყო ყველაზე მაღალი აქტივობა, ჯამში 2 მილიონზე მეტი ამომრჩეველი გამოცხადდა და რაც ყველაზე მთავარია, 1 წლის წინ ამ ადამიანს თავისავე პარტიაშიც დიდად არც არავინ იცნობდა. როგორ მოახერხა მთავარმა აუთსაიდერმა სოციალისტმა მუსლიმმა, რომელსაც ფართო წრეში არავინ იცნობდა, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უმდიდრეს და მრავალფეროვან ქალაქში გამარჯვება. როგორ შეძლო მან მილიონზე მეტი ხმის მოგროვება, მეჩეთებისა და სინაგოგების ნდობის მოპოვება. მეგაპოლისის ქაოსსა და პოლარიზების პირობებში ნიუ-იორკის მრავალფეროვნების სათავისოდ გამოყენება. და რაც არანაკლებ საინტერესოა, რანაირად გაზარდა არჩევნებზე აქტივობა. დღეს ზოჰრან მამდანის სენსაციაზე მოგიყვებით და ასევე მის ირგვლივ არსებულ რამდენიმე მითსაც დავამსხვრევთ. მოდით დავიწყოთ უშუალოდ მშრალი ფაქტებით, რა მოხდა. 2025 წლის 4 ნოემბერს ნიუ-იორკში გამართულ მერის არჩევნებზე ზოჰრან მამდანიმ დაამარცხა ყოფილი თანაპარტიელი ენდრიუ კუომო. მამდანიმ ჯერ კიდევ ზაფხულში პრაიმერისში დაამარცხა კუომო, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა დამოუკიდებელი კანდიდატის სახით მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. უკვე წინასაარჩევნო პერიოდში მამდანის მისი წარმომავლობის გამო რესპუბლიკელები ჯიჰადისტსა და კომუნისტს უწოდებდნენ, ხოლო დონალდ ტრამპი და ილონ მასკი ამომრჩევლებს მოუწოდებდნენ, რომ ხმა მის წინააღმდეგ მიეცათ. ტრამპი საერთოდ წერდა, რომ ყველა ბერკეტს და კოზირს გამოიყენებდა, რომ მამდანის არ გაემარჯვა. საინტერესო ის არის, რომ მამდანის მსხვილი ბიზნესის გარდა ეწინააღმდეგებოდნენ მისავე პარტიაში, იმიტომ რომ ისედაც ჩიხში შესულ დემოკრატებს აშინებდათ მათი კანდიდატის სოციალისტური ხედვები. თუმცა მთავარი წინაღობა არც მასკი, არც ტრამპი, არც თანაპარტიელები, არამედ ნიუ-იორკის და ზოგადად სამყაროს ერთ-ერთი მთავარი ქუჩის უოლ-სტრიტის წარმომადგენლები იყვნენ. მათ, როდესაც ნახეს პრაიმერიზის შედეგები, ინვესტორებმა, ფონდების ლიდერებმა, ადვოკატებმა და ბანკირებმა პირი შეკრეს, რომ მოიფიქრებდნენ საუკეთესო გამოსავალს, რომ მამდანის არ გაემარჯვა. Forbes-ი წერს, რომ ბიზნეს ელიტაში მინი-კამპანიაც კი არსებობდა ნებისმიერი გარდა მამდანისა. მივყვეთ მოვლენას თანმიმდევრულად და გავიგოთ, რატომ უწოდებენ მას კომუნისტს და როგორი იყო მისი წარმატების გზა. ნახეთ, მამდანიმ გააცნობიერა, რომ წარმატება მოდის დაბლიდან მაღლა. მან პირდაპირ თქვა, რომ პოლიტიკური იმპულსი უნდა გადავიდეს ლექციების კითხვიდან ადამიანების მოსმენაზე. ჩვენთან საქართველოში ხომ ჯერ ისევ პირიქით არის მიმდინარეობს პოლიტიკოსების მხრიდან ლექციების წაკითხვა. ისინი ფიქრობენ, რომ რაც არის მათი ბაბლის პრობლემები, მას უნდა მიეცეს ზუსტად საყოველთაო ხასიათი და გონიათ, რომ საზოგადოების რეალურ პრობლემებთან ახლოს დგანან, რაც ასე არ არის. ზოჰრანმა დაიწყო საველე ოპერაცია ნიუ-იორკის გარეუბნებში, ქუინსში და ბრონქსში და ნახეთ რას აკეთებდა. ძირითადად დემოკრატების ყოფილ ამომრჩევლებს ეკითხებოდა, რატომ მისცეს ან არ მისცეს ტრამპს ხმა. თან ისეთი უბნებია, რომლებისთვისაც პოლიტიკოსების გამოჩენა მაინც და მაინც დამახასიათებელი არ არის. ასეთ საველე სამუშაოებში მან გაიგო, რომ ადამიანების დიდმა ნაწილმა ტრამპს მისცა ხმა ძალიან ბანალური, ყოფითი გამოწვევების გამო. ბაიდენის პერიოდში მათი ფინანსები შემცირდა. ამიტომ ყურადღებას ითხოვდნენ ეკონომიკური გამოწვევების მოგვარების მიმართულებით. თქვენ თუ გახსოვთ, რას აკეთებდა კამალა ჰარისი წინასაარჩევნო პერიოდში. ის ლექციებს უკითხავდა ამომრჩეველს ტრამპის მხრიდან შესაძლო დემოკრატიის გაუარესებაზე. უნდოდა თუ არა ამის მოსმენა ელექტორატს კი, ვიღაცებისთვის შეიძლება ამის მოსმენა მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა იყოს, მისთვის პრიორიტეტული არის მისი პირადი კეთილდღეობის გაუმჯობესება, განვითარება. მამდანი მოიქცა აბსოლუტურად საპირისპიროდ. მან გადაწყვიტა, რომ მოდი მე იმაზე დავაშენებ ჩემს წინასაარჩევნო კამპანიას, რის შესახებაც მთელი ეს პერიოდი ქუჩებში დავდიოდი და ვისმენდი. მაქვს ვიწრო მიმართულებები და არ მინდა ეს ზოგადი თემები და ლექციების წაკითხვა დემოკრატიის გაუარესებაზე, ტრამპის დემონიზებაზე, კლიმატის ცვლილებაზე და ასე შემდეგ. მე ვიცი კონკრეტული პრობლემები, რაც ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში აწუხებთ, ამიტომ მოდი ამაზე ვიმუშავებ.
ზუსტად ამ გამოკითხვების შედეგებიდან გაჩნდა დაპირებები: საცხოვრებლის იჯარის გაყინვა, უფასო და სწრაფი ავტობუსები, იაფი პროდუქტები და ბავშვების უფასო მოვლა. ეს ყველაფერი მამდანის საარჩევნო პლატფორმაზე მთავარ მესიჯებად იქცა და მთავარი მამოძრავებელი ძალაც გახდა. საველე მუშაობას განწყობის გარდა ის მიზანი ჰქონდა, რომ იმ დემოკრატების მოტივაცია შეესწავლა, ვინც ტრამპს მისცა ხმა და ამოცანა დასახა, როგორ დაებრუნებინა ეს ხალხი ისევ დემოკრატების ამომრჩევლების რიგებში. და იცით, ამან გაამართლა. მოსმენამ და პრობლემით დაინტერესებამ მამდანის მოუტანა ის, რომ მაგალითად ბრონქსში, ლათინოამერიკელების დასახლებაში, სადაც გასულ წელს ტრამპმა მოიგო, მამდანი მთელი 11%-ით მოიპოვა უპირატესობა. დააკვირდით ასევე შემდეგ სხვაობას. მან აგიტატორებს მოუწოდა, რომ თუ ქუჩაში შეხვდებოდნენ ადამიანს, რომელიც ტრამპის მომხრეა, ან უბრალოდ არაპირებს არჩევნებზე წასვლას, არავითარ შემთხვევაში არ ესაუბრათ უხეშად ან ქედმაღლურად. პირიქით, მოესმინათ მისი ბოლომდე, შემდეგ დაბრუნებულიყვნენ ოფისში და იქ უკვე ერთად ემსჯელად ასეთი ხალხის მოტივაციაზე. ერთ კონკრეტულ მაგალითსაც მოგიყვებით. ერთ-ერთი ასეთი აგიტაციის პერიოდში ისინი შეხვდნენ ქალს და უთხრეს, რომ მამდანის მიეცით ხმა, იმიტომ რომ ის აპირებს ქალაქში უფასო გახადოს ავტობუსები. ამ ქალმა მოусმინა და უთხრა, რომ თვითონ იყო ავტობუსის მძღოლი და ფიქრობდა, რომ დაბუშვად და მამდანი გახადა მართლა უფასო ავტობუსები და რაღაც არ წავიდა გეგმით, შეიქმნა კრიზისი და ჩნდება შანსი, რომ ის ან მისი კოლეგები დარჩნენ უმუშევრები. აგიტატორებმა ბოლომდე მოусმინეს ამ ქალს, საუბარი იყო პოზიტიური და თბილი და ასე დაიშალნენ. წარმოიდგინეთ, ახლა აქ მომხდარიყო მსგავსი, გათელავდნენ, გინდა ერთი მხარე, გინდა მეორე, ამ ქალს გადაუვლიდნენ. ერთი დაუწყებდა, რომ აბა შენ რუსული რეჟიმის მომხრე ყოფილ ხარ, ან ეს რუსი რო დაგვისვეს თავზე, ესე იგი ეს შენ მოგწონს, ან მეორე ფრონტი გინდა, გეი ევროპის მომხრე ხარ და ასე შემდეგ. ზოჰრანმა ასევე იმუშავა ახალგაზრდა აუდიტორიის მოზიდვაზე. ჩვენთან მაგალითად ხო ვერ გასცდნენ ფისოებს და ბაზარში მომუშავე ადამიანებს, ვითომ პროგრესული ახალგაზრდა პოლიტიკოსები და ისევ დრომოჭმულ ძირგამომპალ ძველ პოლიტიკოსების საარჩევნო კამპანიას მიუყვებიან ერთ-ერთში. მამდანიმ შეხედა ამომრჩევლის რაოდენობას, ამომრჩევლის კატეგორიას და შეისწავლა ყველაზე ნაკლები ყურადღება, ვის ეთმობა, ვისი ინტერესები რჩება დაიგნორებული და ასე შემდეგ. ის მიხვდა, რომ სასწრაფოდ გასაძლიერებელი იყო სოციალური ქსელები. თავის ვიდეოებში მან აირჩია კაშკაშა გამომწვევი ფერები და იუმორი დიდი დოზით. მოერიდა შაბლონებს და ჩართო შემოქმედებითი ბუნებრივი განწყობა. საარჩევნო დაპირებებს ხან ბოლივუდის მიუზიკლების სტილში აკეთებდა, ხან ოკეანეში ხტებოდა და აცხადებდა იჯარის გაყინვის შესახებ და ასე შემდეგ. მიზანი ის კი არ იყო, რომ ახალგაზრდები შემოეკრიბა მის ირგვლივ. მიზანი იყო, რომ ახალგაზრდები დაინტერესებინა პოლიტიკით. მერე უკვე თავისით მოვიდოდნენ ზოჰრანთან, რადგან ფაქტობრივად სხვა საინტერესო ალტერნატივა არც არსებობდა. ის სულ ამბობდა, რომ ამომრჩეველთან პირდაპირ მის პრობლემაზე საუბრის თითქმის უალტერნატივო გამოსავალი სოციალური მედია იყო. შენ თუ გაქვს პრობლემები მაღალგადასახადებთან დაკავშირებით, ადრე თუ გვიან შეხვდებოდა მომავალი მერის ვიდეო და ის აუცილებლად მიიპყრობდა შენს ყურადღებას. თავიდან მხოლოდ 250 ადამიანი გადაამზადეს საველე აგიტატორად, მაგრამ ძალიან მალე ეს რაოდენობა გაორმაგდა და იმის მერე სულ მზარდი იყო. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ზოჰრანის იდეები საკმაოდ აქტუალური და აქტუალურზე უფრო მეტად მგრძნობიარე იყო საზოგადოების გარკვეული კატეგორიისთვის. ნახეთ, საუბარი არის ნიუ-იორკზე, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ქალაქზე. ნებისმიერ სტატისტიკაში რომ ჩავიხედოთ, ერთმა ადამიანმა დამაკმაყოფილებლად რომ იცხოვროს წელიწადში მინიმუმ $50,000 ესაჭიროება. ორს 80, ხოლო ოჯახს სულ მცირე 150,000. რაც ნიუ-იორკისთვისაც კი საკმაოდ ძვირია. ვინც ახლა ნიუ-იორკიდან უყურებს ამ ვიდეოს, თვითონ დაწერს კომენტარებში, რამდენად ძვირი არის. ამ ხარჯის თითქმის ნახევარი მოდის იჯარაზე და ქირაზე. საქართველოს დედაქალაქში მცხოვრებსაც კი მოეხსენება, რომ ქირის გადასახადი მუდმივად მზარდია. ახლა რომ კონკრეტული თანხა ძვირად გვეჩვენება, 5 წელიწადში კიდევ უფრო ძვირი გახდება და ასე შემდეგ. მამდანის მთავარი დაპირებები იყო ქალაქის უფასო ავტობუსები, საბავშვო ბაღები 5 წლამდე ბავშვებისთვის უფასო, 200,000 ახალი საცხოვრებლის აშენება 10 წელიწადში, ქირის საფასურის გაყინვა იმ სახლებში, სადაც სახელმწიფო არეგულირებს ფასს და პროდუქტების მაღაზია, რომლის პროდუქციას სახელმწიფო დაასუბსიდირებს. ლოგიკური კითხვა გაგიჩნდებათ. რასაც ფასი დააკლდება, ან ხელოვნურად გაიყინება, ან საერთოდ უფასო იქნება. ვიღაცამ ხომ უნდა შეავსოს ეს დანაკლისი, ანუ ვიღაცამ ხომ უნდა გადაიხადოს, საიდან მოაქვს მამდანის ფული. მისი ინიციატივაა, რომ კორპორატიული გადასახადები 7.25%-დან 11.5%-მდე გაიზარდოს, რაც ქალაქის ბიუჯეტს დამატებით $5 მილიარდ მოუტანს. ასევე განიხილავს 2%-იან დაბეგრვას იმ პირებისთვის, ვინც წელიწადში $1 მილიონ-ზე მეც გამოიმუშავებს. ამით კიდევ დამატებით $5 მილიარდამდე შეავსებს. შეუძლიათ თუ არა ამ ყველაფრის რეალიზება მამდანის, მხოლოდ ნაწილობრივ. ჯერ ერთი რომ ნიუ-იორკს ვეტოს დადების უფლება აქვს და მერე მეორე, შტატის გუბერნატორი ქეით ჰოკული პირდაპირ ამბობს, რომ
წინააღმდეგია მაღალშემოსავლიან ნიუ-იორკელებს დაუწესდეთ დამატებითი გადასახადი. ამიტომ მისი ეს ინიციატივები, მისი უბრალოდ ზოგიერთი ინიციატივა ნაკლებად რეალიზებადია. ამ დაპირებებიდან განსაკუთრებით და ზოგადადაც მისი ხედვების გამო ზოჰრანს სოციალისტ მუსლიმს უწოდებენ. ეს ოპონენტების მხრიდან პროპაგანდის ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტიც იყო. მუსლიმი სოციალისტი. ისე ჟღერს თითქოს ბაასის პარტიის წარმომადგენელზეა საუბარი, მაგრამ სინამდვილეში მისი ეს იდეები არც ისეთი რადიკალურია. ევროპის მაგალითით თუ მივიჩერებთ, კონკრეტულად შვედეთის, ის ტიპური სოციალისტი არის, არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ როგორც ჩანს, ამერიკისთვის მისი ეს იდეები მიღაცებისთვის სახიფათოა კი. თუმცა სოციალისტური პოპულიზმის მიღმა სინამდვილეში არსებობს პრაგმატიზმიც. ის შეხვდა მსხვილი ბიზნესის 400-მდე წარმომადგენელს და დაარწმუნა, რომ მათ არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ. ასევე უარი თქვა პოლიციის ბიუჯეტის შემცირებაზეც. საინტერესოა ასევე ზოჰრანის პოლიტიკური შეხედულებები და იგივე ზღვარი პოპულიზმსა და პრაგმატიზმს შორის. მისი პოზიცია ისრაელი-ღაზას კონფლიქტზე ცნობილია. მან დაგმო 7 ოქტომბრის ჰამასის თავდასხმა, თუმცა ჰამასის განიარაღების იდეას არ ემხრობოდა. ასევე განაცხადა, რომ ბენიამინ ნეტანიაჰუ თუ ნიუ-იორკში ჩავა, ქალაქი აღასრულებს მსოფლიოს სისხლის სამართლის გადაწყვეტილებას, ანუ მას დაიჭერს. ამის პარალელურად კი ემუშავებოდა ქალაქის ებრაულ საზოგადოებას და პირდებოდა მათ, რომ ანტისემიტიზმს დაუპირისპირდებოდა. მეტიც, რამდენჯერმე თვითონ მოუწია თავი ემართლებინა, რომ ებრაელების საწინააღმდეგო არაფერი გააჩნია. საბოლოოდ მისმა მიდგომამ გაამართლა. არაერთი მოწოდების მიუხედავად, ნიუ-იორკელი ებრაელების 30%-ზე მეტი მზად იყო, რომ მისთვის მიეცა ხმა. ეს შეიძლება მხოლოდ იმით იყო განპირობებული, რომ ისინი იზიარებდნენ მომავალი მერის შეხედულებას კონფლიქტის დასრულებაზე, ცეცხლის შეწყვეტა და მოლაპარაკების დაწყება. რა თქმა უნდა, რომ მუსლიმური საზოგადოების მობილიზაციაც ერთ-ერთი გადამწყვეტი იყო. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო გამოსვლა ჰქონდა ბრონქსში, კონკრეტულად ლითლ იემენში, მუსლიმების ცენტრში, სადაც თავის ამომრჩეველს შეხვდა. ნიუ-იორკში მილიონი მუსლიმიდან მხოლოდ 350,000 ადამიანი არის ხმის მიცემისთვის დარეგისტრირებული და წინა მერის არჩევნებზე მხოლოდ 12% მივიდა არჩევნებზე. მამდანიმ შეხვედრაზე განაცხადა, რომ თქვენ რომ არჩევნებზე არ მიდიხართ, ამაში თქვენ კი არ გადადანაშაულებთ, არამედ თითქოს ყოველთვის ისეთი კანდიდატები არიან, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ამას თქვენს ყოველდღიურობაზე გავლენა არ ექნება, ამიტომ არც სტიმული გაქვთ დიდად რომ მიხვიდეთ არჩევნებზე. მე ესაუბრა ისევ თავის ხედვებზე, რომ ქალაქში ცხოვრება უაღრესად გაძვირებულია, ტრანსპორტი, პროდუქტები, ბავშვებზე ზრუნვა ასტრონომიულ ხარჯებს უკავშირდება და საჭიროა ამას ბოლო მოეღოს და საფინალო სიტყვა იყო ის, რომ მოდით, ყველას ვაჩვენოთ, რომ მუსლიმების ადგილი არა მხოლოდ ამ ქალაქში, არამედ უშუალოდ ნიუ-იორკის მერიაშიც არის. სხვათა შორის ტრამპი და მამდანი ერთმანეთს გვანან. ორივე ქარიზმატული არის, ორივე არაპროგნოზირებადი, ორივე ცდილობს შაბლონების დამსხვრევას და რაც მთავარია, არც ერთი არის რადიკალი მემარჯვენე და არც მეორე არის რადიკალი მემარცხენე. უბრალოდ მათ კარგად შეისწავლეს საზოგადოების დაკვეთა და ამ დაკვეთაზე დააშენეს თავიანთი პოპულიზმი. ზოჰრანი ამბობს, რომ ზუსტად იგივე გზა გაიარა, რაც საშუალო სტატისტიკურმა ემიგრანტმა ამერიკაში, მაგრამ ნამდვილად ასეა? ნახეთ, მამდანი დაიბადა უგანდაში, კიდევ ერთ გიჟურ აფრიკულ ქვეყანაში, თუმცა მის ოჯახს ფინანსური პრობლემები არ აქვს. ახლა უზარმაზარ ქონებას აკირავებენ Airbnb-ზე, ტბისა და ფაქტობრივად ცოცხალი ზოოპარკის ხედით. მამა არის კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, დედა კი ჰოლივუდში ცნობილი რეჟისორია. პოლიტიკაში მოსვლამდე თავად ზოჰრანი რეპერი იყო, თუმცა მისგან ემინემი ვერ დადგა. შემდეგ უკვე მუშაობდა მუნიციპალურ დონეზე. დემოკრატების პარტიაში მამდანის გამარჯვება წორაზროვანია. ამან პარტია სინამდვილეში კიდევ უფრო დააბნია. რა იდეოლოგია უნდა ჰქონდეს პარტიას? ნუ თუ მამდანის მსგავსი სოციალისტური პოპულიზმი ამართლებს. არადა ეს ხომ ამერიკული პოლიტიკისთვის არც თუ ისე დამახასიათებელია. თუმცა ფაქტი ის არის, რომ ტრამპის გამარჯვების შემდეგ დემპარტიას უჭირს ღირსეული ოპოზიციის შექმნა და პოზიციები სულ უფრო უარსდებად. BBC-ს მიხედვით დემოკრატების მხარდაჭერა 30%-მდე მერყეობს, ხოლო დემოკრატების 67% იმედგაცრუებულია მათი პარტიით. საშუალო და მუშათა კლასს დემპარტია ეჩვენება ძალიან სუსტად და რეალობისგან მოწყვეტილად. დღეს პარტიას არ გააჩნია ერთიანი ხედვა თუ როგორი უნდა იყოს იდეოლოგიური ბირთვი და რამდენიმე მიმართულებად არის დაყოფილი, რომლებიც არა საშუალო ფენის, არამედ მსხვილი კომერციული დონორების ინტერესებზეა მორგებული. პარტიაშიც კი თანხმდებიან იმაზე, რომ ამ ეტაპზე მკაფიო გზავნილი მთავარ საკითხებზე არ გააჩნიათ. თუმცა ამის აღიარებაც კი უკვე დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, ვიდრე სირაქლემის პოზაში ყოფნა და უკიდეგანო რეგრესის ფონზეც იმის საუბარი, რომ პრობლემა მხოლოდ გაყალბებაში ან სხვა საკითხებშია. ამერიკის მსგავსი ძლიერი დემოკრატიული ქვეყნების მთავარი ხიბლი ის არის, რომ შენ შეიძლება უზარმაზარი აუთსაიდერი იყო, მაგრამ ეს ქვეყანა ყოველთვის მოგცემს შანსს, რომ გახდე წარმატებული. თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი იქნება შენს წინააღმდეგ, ქვეყნის სისტემა ისეა მოწყობილი, რომ კონკურენციის თანაბარ შანსს გარანტირებულად გაძლევს. ამ პრინციპით
უამრავი ქართველი გახდა წარმატებული. არ არის აუცილებელი მაინც და მაინც პოლიტიკაზე ვისაუბროთ. შრომით, თავდადებით, სხვადასხვა სფეროში იქნება ეს ბიზნესი თუ სპორტი, ქართველებიც აღწევენ დიდ წარმატებას. პოლიტიკაში კი მთავარია შენ ამ შანსს როგორ გამოიყენებ. ჩამოყვანილ მარკეტოლოგებს და დრომოჭმულ არააქტუალურ განულებულ რეიტინგიან პოლიტიკოსებსა და ვიწრო ბაბლს უსმენ და მხოლოდ ამ ჭრილში იყურები, თუ საკუთარ თამაშს ქმნი. ანგრევ შაბლონებს ქმნი, მესიჯებს, სწავლობ განწყობებს და საბოლოოდ წარმატებაც არ აყოვნებს. მამდანი მის შეძლო, რაც ჩვენთან უკვე წლებია ვერ შეძლო ოპოზიციამ. საზოგადოების განწყობის ზუსტი შესწავლა და ანალიზი, უარი ბრალდებებზე, რუსო-რუსოს სახელით რომ გონიათ ხმებს მოაგროვებენ და კონკრეტული სეგმენტის უნებლიე თუ ნებით გაშავების ნაცვლად, მან ეს სეგმენტები აქცია დიდ ძალად. აქ რა გააკეთეს ჩვენებმა, აი მაგალითად ჯენზისთან მიმართებაში. თავიდან რაღაც ეტაპზე ჯენზი მართლა მიყვებოდა და ენდობოდა ოპოზიციას, მერე ოპოზიციამ გადაწყვიტა რომ ისინი გამოეყენებინა ბრძოლის ინსტრუმენტად, რამდენიმე მათგანი გაასულელეს და მთავრობას საბაბი მისცეს რომ მთელი თაობა გაეშავებინა. საბოლოოდ გრძელვადიან პერსპექტივაში მათ ახალგაზრდები უფრო განიზიდეს ვიდრე მიიზიდეს. ამ ვიდეოს კი დავასრულებ რონი რეიგანის სიტყვებით. A man wrote me and said, you can go to live in France, but you cannot become a Frenchman. You can go to live in Germany or Turkey or Japan, but you cannot become a German, a Turk, or Japanese. But anyone from any corner of the earth can come to live in America and become an American.